აჰა, დილამშვიდობის ახალ დღეს არის 11 იანვარი, მე ვარ ნინი და ჩვენ ვადუღებთ ყავას. როგორი ინფორმაცია მოგაწოდეთ? პირდაპირ, ნუ. იცოდი, იკა? დღეს 11 იანვარია, მე ვარ ნინი და ჩვენ ვადუღებთ ყავას. და ახალწლის მოდის. რაღა ახალ დღეს წამოხდა ახალწელს რა გვექნება? მეთქი იკა. არა, ძველი არ გითქვამს ახალწელსო. მეთქი იკა ახალწელი გავიდა. ეს ქართველებმა ესე ვიცით, ესე იგი ახალწელს ზეიმო მთელი წელი და დარჩენილი ერთი თვე, ანუ დეკემბერი კიდე გეგმებს სახავთ შემდეგი წლისთვის და შემდეგი წელი რომ მოვა ისევ ახალწელს ზეიმობ და მე შემდეგი წლისთვის წვდღებთ გეგმებს. ქართველი კაცის ის არის ესა რა? ის არის სახე. ქართველი კაცის გეგმები. ხალხს გადავიბლი. მე უსავიდებ უკანის გასაცხარ და მთელი ამბებია საქმის კასკადი. საქმის კასკადია შემილია. კასკადი. კასკადზე ადიხარ იგა. უკვე დასვენების დღეს ველოწებ. დღეო, დასვენების დღეო. რატო? მე ორი დღე რა ისწავლე. ის არის ახალი წელი მოდის? ვუიმე, ბოდიში. ბოდიში ხა ახალწელს. ნაჭვამი რის ჭვამას აპირებ ასეთ? შაბათი მუშაობდა, ოქროს შაბათს ვიშ. ნაჭვამზე არის მუშავებ? შაბათს მუშაობ. ნაჭვამი იკა. ესე იგი ვაკეთებ ბაჟეს, არაფერი ან ჩემთვის სიმართლე ვკითხრათ, ძველი ახალი წელი არასდროს აღარ იყო. ანუ ესე ზდილობისთვის, თორე აი რომ ვთქვა რაღაცა არანაირი შეგრძნება აღარ მაქვს უკვე მაგაზე. ბაჟეს გავაკეთებ, ყარაყუმს გავაკეთებ და დამეხსენით. ბევრი საჭმელი არაფერი იქნება. ასე რომ დიდხანს წოლა არ მოგიცა. ორი დღე ის ბაჟე და ყარაყუმი ერთი დღე გეყო, ხო? 11-ია. ხვალ 12-13 მუშაობ. 14 ახალი წელია. მე 15-ში. 15-ში ისვენებ? მე მეგონა 13-14-ში ისვენებ. 13-ში მუშაობ, გას. შაბათს მუშაობ ყალდაზე. ოკეი. ვინ არის ახლა თუ აქამდე არ იცი, კარგად ყოფილა შენი საქმე. Drali vali, lali lali, noni. აი აქ მაქვს უკვე საცივები და ბაჟეები. იმ დღეს რო გავაკეთე, არც კი ვჭამე. მეორე დღეს ჭამე, პირველ დღეს ვაფშე დანახვა არ მინდოდა. სხვა ხორცებიც კი აღარ. ნიგუზიანს გააკეთებ? ხორცებიც კი აღარ. ნიგუზიანს რას? გაგდიჯენ. არა. აბა მარტო საცივი გაზრო. ნიგუზიანი. იმას გავაკეთებ ოლივიეს მასალამა. ოლივიე, ბაჟე და ისა, და მწხვარი და პაკა. ოლივია არ მიყვარს. რას მელაპარაკები? რა ვიცი, კარგად ჭამდი ხოლმე. არ მიჯამია. არა, საერთოდ რო გავაკეთო დღეს ოლივიე, მშვენივად შეჭამ. და ნიგუზიანი ბაჟე ხო იქნება. საერთოდ ჭამე ნიგუზიანი ბაძიჯანი, არც დამინახავს შეგეჭამა. ეხლა რო გააკეთე? ახალწელს. ხალიწლის არ იყო გაი. ძალიან გემრიელი იყო. ეს იყო გაი. ძალიან გემრიელი. რა შემწარი არ იყო კარგი. ძალიან გემრიელი იყო. დიჯენ. ეს ძაღლისაა ხო? არა, მანი ძაღლის. ტრალი-ვალი, ძაღლის, ნანი, ძაღლის. ეს? რა? მე არ ვიცი. გამოვიგა? მე ვიცი შენი,
ვიცი შენია. აი აქ ვინც არჩევს. იქ ცვივა მე. იმას იმენ არა უდგეს ცხოვრებაში. გვერდები. არაფერი. მენა. ამოვიღე 1 კილო ნაფხვენი. მიწი იუთხილი. დღეს ძმა უსახში რო ხარ. ესენი ავალაგოთ და ეს გადავფარო. უკვე დაიჭირა რა. წინასწარ არაფერი მითხრას რა. რა საქმე გადაწოჯი. ხო გაგაჩერე. იქიდან თორე სპეციალურად გააკეთა სუკნა. მაგიტო გადავრ. უყურე შენ ეს მეგრელი ეს მე. რო წავიღე ვიცოდი მე პულტი გადახდა. ნახე უყურე. აი გონები. მონება ეხა გადაგასხა ძუღარე. აი მეგრელი არ გინდა. აუ არც მინდა რომ ნახო. გადასხმას ვერ მიშევი. არ მინდა. ვერ არის. არ მინდა. დრატატა. ეხლა რომ გავაკეთოთ? ყავა უნდა დავლიო და გავაკეთოთ. დრატატა. ნინინო. რა. სინაფია. მომშავ მოტკბილოა. შენ რო გიყვარს უაზრო სიტკბო ეგეთი არ არის. ხო. მაგიტო მიყვარდა მე გვაშლე. აი ამათა. რავალ ახალ წელს. მოვიდა ახალი წელი. და თითქოს ეს წელი არც კი გასულა. თითქოს ნახევარი წელი გავიდა მარტო. და უკვე იანვარიც გადის. აი, ეხლა არის ყველაზე ტკბილი, ყველაზე მწიფე ამ პერიოდში. სინარი. მაგარია. მომენატრა მიწისქვილი. მომენატრა ხალხო იცი როგორი საჭმელები? მაკარონი მომენატრა, მიწისქვილი მომენატრა, წიწიბურა. ხო ხთებით. დავიკითხოთ კომენტარიები. აი. რა გემრიელად გამოიყურება ოპიუმი, ნამცხვარი, ყოჩაღი და ნინჭიერი გოგო. ხარობა იმე ძალიან დიდი მადლობა ხათო ძვირფასო. მუზი ძალიან ტკბილი მოსაუბრე საყვარელი კეთილი ადამიანი ხარ სუმხეარული ყოფილიყო შენს ლამაზ ოჯახთან ერთად მიყვარხარ და მიყვარს შენი მოსმენა ისრაელიდან მზია ძირფალსო სალამი ისრაელს ნინი 30 ლარი კილო ეგევასია აი ნახე ლურჯი როდებს თუ გინდა ეგ აიღე მაგრამ ჩემთვის ვიყიდა ოღონდ ეგ არა ისეთი კაი ის დამთავრებული ისინი. მაგას არ ვიყიდი, ერთ დღეს შეიჭამა 20 ლარის. კი არ ვარ. ძალიან კაი კი არის, მაგრამ ეს არა კაი. ეგა 16 ლარი ღირს და კილო, მაგრამ აი, მიჩანჩალებს რა. ის რამდენი აქვს, რომ დამთავრდა? 30.
კექსი ძალიან კარგი გამოიყურება და რეცეპტის თუ შეიძლება. მიდევს ძვირფასო ფორთოხლის კექსი აწერია და ეგ რეცეპტია, უბრალოდ ნიგოზი აქვს დამატებული. ლელუ ბედნიერი წელი გქონოდეთ ჩემო საყვარელო, მიყვარხართ, მადლობა ძვირფასო. ნინო, ჩემო ოქროს ხელება, როგორ საოცარ დამწყობს და კექსებს აცხობ ყოჩახ შენ, გული გამიჩერდა, როგორ გემრიელად მოაპირქვავე მარილი ფარში და ამდენი ნაცვალები ღინკალი. კიდევ ერთხელ გილოცავ შობას და ქრისტე იფლაშ ყველას გულებში დიდი მადლობა ჩემო ძვირფას, დიდი მადლობა ჩემო საყვარელო, რომ გამხნევებით დაიწყე. ძალიან მიყვარხარ და მომაკლდები ხოლმე, როგორ ჩანხარ. და შენ სახალწო სუფრის გარეშე ვაფშე ვერ გავძველი. მიდის? აი. თან ჭყანით. ინგა საყვარელი ნინო ყოჩაღი ოჯახი. ციცი მიყვარხარ ნინი გულახტილი სუფთა გულის და სამართლიანი გოგო ხარ ლამაზი და საყვარელი ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს შენი ოჯახით მადლობა ჩემო ძვირფასო. თინათი ნინი უსაყვარელსები ხარ მთელი ოჯახი მადლობა. ლელა ჩემი ყოჩაღი გოგო საოცარი ხელები გაქვსნი ცხობები ხომ საერთოდ სუპერ მადლობა ჩემო საყვარელო. ბევრი ადამიანი მევინა ხოლმე რომ ყველაფერი უკარგად გამოგდისო ანუ კულინარიაში რაც მოინდომ და მართალია ძალიან გემრიელი ხელი მაქვს. ნუ ცოტა მარილისკენ არის ჩემი ხელი მიდრეკილი, მაგრამ თუ გადმოვდრეკავთ ვაფშე. რუსო ლამაზი ფისო დადგება ხუნხულა, ხო? იმედია. მე ესეთი აუტანელია. ეცე როგორი ხასიათი აქვს? აი მოურჯულებელი. საერთოდ გოგო ცხოველები, მე გოგო ცხოველები უფრო მიყვარს, იმიტომ რომ უფრო მზრუნველები, უფრო ნაზები, უფრო თბილები, უფრო დამჯერები არიან. ბიჭები, ეს მონიშნა ხო იციან ძაღლებმაც, კატებმაც. ერთი მე მივნახე ახალ წელს ბონისნაირი ჩიხუ, ვისაც ყავს და ნადვის ხეზე შპილკებით იყო დამაკრებული საფენი. ანუ გაივლის და ფეხს აწევს. წარმოიდგინეთ, პატარა ჩიხვები, ვისაც ყავს ძაღლების სახში, ისაც ვიათ პამპერსი. მე რომ მყავდა პუდელი ბავშვობაში. ბიჭი, ჩაპი. ესე იგი, მთელი კედლები შეღებილი იყო. და მთელი კედლები იყო ჩამოშლილი. სადაც წვდებოდა, ეს დადიოდა და ფეხი ქონდა აწეული. უნდა კი არა ეპიზოდი, არა. ეზო იყო და ეზოში გადიოდა, იქშობდა. იმდა მოინიშნა. ბიჭებს მაგას ვერ გადაარჩენ. ანუ არ ვიცი, შეიძლება ვინმე გადაარჩია, მაგრამ მე ბავშვი ვიყავი. იმის მე ბიჭი ზაღლია ემყოლია. სუ გოგოები. ხო და კატაც, ანუ გოგოები არიან ძალიან ისეთი თბილი, ტკბილი. ანუ შეიძლება არც არიან ზოგი, რა ვიცი, მაგრამ ესე მგონია რომ არიან. ხო და ეს ვაიმე, ისეთი უჯიათი ხასიათი აქვს. მიუწერე იმას. აქ ჩვენთან თათები რო გაიხსნა კლინიკა. მეთქი, გადამაფსა, მთელი სახლი გადაფსა მეთქი რა. მიშველა მეთქი, როდის თქო? 6 თვიდან ხალხო. მე 4 თვიდან ვიცოდი. კიდევ თუ რა გაძლებს. ხოლო მე მოიყვანო რა კონსულტაციაზე. შენზეა საუბარი. მე მგონი ძალიან დიდი ვიყიდეთ იქა. აუ, ვიყიდეთ და მოაჭრათ. აი ვას სიყვარულობო. ფისუნია სულ მაინტერესებდა როგორი გახდა და ძლივს დავინახე რა საყვარელია მაია. ირმა ნისაყვარელს სწორად ბედობას 2 პორცია ნამცხვარი გადავაქცე მარილით დავატკბე შაქრის მაგივრად გვემართება ასეთი რამება იმე როგორ მიხარია რომ ამშვიდეთ რა ტკბილები ხართ ღმერთო. აი ხო ამბობენ ხოლმე რომ ყავაში მარილი ჩავყარიან რაღაცას. აი არასოდეს არ მოსვლეგით რაღაცები რა. არასდროს ესეთიც პირველი იყო ძალიან გამიცადე. ქეთინო ქეთევან მოვიდა გადამ.
გილოცავთ მთელ ოჯახს შობა ახალ წელს. დავალთ და ესწარით, ვის არ მოსვლია. ჩეპე. ადრე რომ გაგეგო, ბრინჯ შეურევდით და ტოლმაში გამოიყენებდი. მე ერთხელ პასკის ცომში შაქრის მაგივრად ლიმონჟავა ჩავა. იქ ამოდი. ადრე რომ გამეგო, ფარს ვიყიდით და დავამატებდი. რო შენი ბრალიც ხარი. ესე კატაჩენო შეეხო თქვი დავსხდე და გემრიელა ჭამოთ ყველა ხინკალი. ის ცოტა რომ მოგვეყარშე, ხომ ნახავდი რამდენიმე წავიდოდი დავამატებდი. ჩემ თმებს იქიდან ჩალიჩება. ჯორივით თუ ვირივით. ევას ხუთისა და ახალი. აქ იქნება რა. დაი ყურაჯერ გარე? კი, ორჯერ. მოშორნა. არცეს არა. ვარდისფერი. იქ ნახე. მეც მინდა ძალიან ქადმის ხალხის გაკეთება. ეს შენი სახით არის სამნილი სამყაროსგან რომ გავაკეთო მიყვარხარ. აი ქათმისა მე დიდად არ მიყვარს სხვათა შორის. არ მიჭამია. რანაირად არ მიყვარს, მაგრამ რო წარმომიდგენია როგორია იმიტომ. ჩემ თმებს იქიდან ჩაილჩებოდა. მოდი, გაჩერე. აი ნახე ვერ გავაჩერე. ნახე. სუ იკბინება, სუ იჩხავლება, სუ სადაც ხარი კატა. ატატ, აბა! კონკურს კი გამოხვალ იქ მაგიდაზე ასვენ. კაჭკუიდან გადადის ვაბში. ხო, ხალხადაც მინდა ხორცი ვიყიდო, ცოტა გავაკეთო. მარტო ჩემთვის ესენი არც ერთი არ ჭამენ. შოენა იანვარში იციან კატებმა ისე უმარილო წყალში მოხარშვის დროს უმარილი არ გამოვიდა იცი რატო ეს ხო შეკრულია წარმოიდგინე ეს ხო ისეთი რამე იყოს მაგალითად ცომში რო ქონდეს ცომში კი არ ქონა გულში ქონა და ეს ცომი ხო შეკრულია და შიგნით არის რანაირად გამოვა აქ კი ვიფიქრე და უმარილოში მოუხარში მე ამოღებაც აღარ მინდოდა რომ ნახე და ნახევრად დაიშალო და რა ვიცი არადროს არ იხლება ხოლმე ჩემი ხილე უბრალოდ იხარშებოდა და აღარ მინდოდა რომ ამომეიყო. რუსა სულ დაგვანახე ხოლმე ფისო, კარგი. ირმა ბედნიერება თქვენ მადლობა ძვირფასო საყვარელო ირმა. მიწა ჭურჭელს ჩაყარე მიაჩვია სად უნდა გააკეთო. მიჩვეულია ძვირფასო, მიჩვეულია. არსად არ შეშლია საერთოდ, არც ერთხელ არ შეშლია, არ ეშლება, ხვდები? სპეციალურად ნიშნავს. არ ეშლება საერთოდ. იცის და არც ფსავს თლიან და ესე რომ შვებიან რომ ტოვებიან ხო იცი ეგრე აკეთებს თორე თავისი ისა აქვს და იქ უდგას იმაში არ იჭმეოდა რატო გადაყარეო ინდირა ვა ისეთი იყო მე რომ მარილიანის გამოსაჭმელს გადა ვერც წარმოგიდა აი ცარიელი მარილი რო ჭამო ხო იცი აი ვაფშე არაფერს გემო არ გაიგო ეგ გემოქონდა ნათია კაზაციის შედეგადაც მონიშნავს გირჩევთ გაუშვათ და ველური ცხოვრების იცხოვროს გარეთ დაუდგით საკვები და მოვა ხოლმე კაზაციის მერე ზოგი ძახს რომ კიდე ნიშნავენ ხოლმე რაღაცა დროობო მაგრამ მე მგონია ჯამში აღარ მონიშნავს არ ვიცი მე ესე მგონია გარეთ არ გავუშვებ იმიტომ რომ მე მასე პასუხისმგებლობა ავიღე ის კი არა სულ უნდა გარეთ გასვლა აქ ხო კატები არიან და იქაც არ უშვებ ვიმე არ გაიქცეს მეთქი კატას რაღაც დავეწევი თქო გეგონა დიდი განძი მყავდეს ან მე ხომ ასე ავიღე პასუხისმგებლობა და ეხლა მე მაგას ვერ მივატოვებ სულ ფიქრობდი ეს სახლის გადაფსმა რომ დაიწყო ბონის რო ჩააგდეს მე ხო კატა არ მინდოდა ფიქრობდი რა ვქნა ერთადერთი ვარიანტი ის არის რომ თუ ჩემზე უკეთესი ვინმე წაიყვანოს ჩემზე უკეთესად მოვლის ეგ და ეგეც რავი არც მიჩქვამს, აქაც არ მიჩქვამს, არც არ დამიდია არაფერი. უბრალოდ როცა ძალიან მიჭირს ხოლმე, მაგით ვიმშვიდებ ხოლმე თავს, რომ ეგრევე კაი პატრონი უპოვო თქო რა. მაგრამ ისე რომ თამე გავუშვა, ან ისეთ ვინმეს მივცე, ვინც არ ვიცი როგორ მოუვლის, ან შეიძლება უბრალოდ გააგდებს და ეგრე არა. აი ციკლის მეორე დღე ნახეთ რას მიგავს სახე. ხო
ესე რომ ვერა, ეგრე ვერა. ანუ მე ამოვიყვანე. ეს რო აქ ყოფილიყო და მე უბრალოდ ვაჭმევდე და რაღაცა ქუჩის კატა იყოს სხვა არის, მაგრამ ეს მე ამოვიყვანე სახლში და ვერა. თან მიყვარს. ერთი ისე რომ პასუხისგებლობა მაქვს მის მიმართ. მეორე მიყვარს და მე ვთვლი რომ ყველაზე უფრო ცუდი საქციელი, იცი რომელი საქციელია? რომელიც ეხება იმათ, ვინც თავს ვერ დაიცავს შენგან, ანუ ბავშვებს, ცხოველებს. თუ იმ კუთხით გადავხედავთ, რომ კასტრაცია ცუდია და ჯობია რომ თავის კაცობა დარჩეს, ძალიან მღელავ სხვათა შორის მაგაზე, იმიტომ ძალიან ისეთი ტიპია რა, აი ძალიან ბიჭური ტიპია. ჩემ ხელს კბენს ქვემოდან ახლა. ძალიან ბიჭური ტიპია და რაღაც და ძალიან მენანება ახლა. რო შემეძლოს რომ ვკითხო და მისი ნება გავითვალისწინო, თუ ურჩევნია ვთქვათ, რომ ქუჩაში უჩემოდ იცხოვროს და კაცი თავისი კვერცხები კონდეს წყობრში, ეგ თავის ერთ სიცოცხლეში თუ ეგ ურჩევნია და მეტყო და რო ურჩევნია, მაშინ მის ნებას ვცემდი პატივს, მაგრამ რადგან ცხოველია და ვერც ვკითხავ და ვერც მეტყვის და პასუხისმგებელი მე ვარ, მე უნდა გადავწყვიტო. აი ჩემი კატუსი რო იყო. ისეთი კატა იყო. მე ხომ ყოლია იქამდეც კატა. სხვების კატებს მე ეგეთი კატა ცხოვრებაში არ მინახია. ანუ ვერ აკადრებდი. რო კასტრაცია გაეკეთებინა. განა იმას არ ქონდა ეს პერიოდი. არც ერთხელ სახში არსად არ მეუფსია. არც ერთხელ. ისეთი ღირსეული იყო, ისეთი აი გეფიცებით, ბევრი კაცი არა, ეგეთი ღირსეული ეგრო იყო. ახაც სასწაულებრივი კატა იყო. და მე დღემდე ვიდანაშაულებ თავს, რომ მაგას კასტრაცია რო არ გაუკეთე, იმიტომ აღარ არის დღეს ცოცხალი. იმიტომ რომ გადიოდა გარეთ, ვერ გააკავებ. თუ არ გააკეთებ ამასაც, წავა ესეც გარეთ, აი იქით აი იმიდან არის გადასასვლელი და წავა. აქერა დავაბიჯა, იმიდან გადახდება, რომ პერიოდი რომ მოუვა ეგ მარტის. ვერ დააკავებ, არ არსებობს. ანუ თუ პირველ სართულზე ცხოვრობდი და ანუ არ არსებობს რომ დააკავო და არც მიცდია, იმიტომ რომ ცოდოა. ანუ და გაუკეთო, თუ არ უკეთებ, უნდა გაუშვა. ხო და რო არ გამეშვა, აი ეგ ვირუსს არ აიკიდებდა და ცოცხალი იქნებოდა. და დღეს კიდე ეს თუ რამე დაიმართება, აქ ეზოში საღლებია, შეიძლება დაგლიჯონ. მე შეიძლება რამე ვირუსი მოიტანოს და შეიძლება ბონის გადაედოს. ბონიზის პასუხისმგებელი მე ვარ. ანუ მე ვერ დაუშვებ. და თან ეს არ არის ესეთი კატა, როგორც კატუსი იყო. ანუ ეხაც რო ფიქრობ ხოლმე, რომ ცოდნო და რომ ისე მოვიდა, შეიძლება ეხაც ვერ მეკადრებინა კატუსისთვის, ეგ აი როგორც ძალიან ღირსეულ კაცს ვერ აკადრებ ეგრე. შეიძლება ვიღაცამ თქვას ბოდავსო, მაგრამ არა, აი მართლა. აი სასწაული კატა იყო. ხო და ამას ძალიან კარგად ვაკადრებ. და მგონია რომ ძალიან ბედნიერიც იქნება და დარწმუნებული ვარ რომ დიდხანსაც იცოცხლებს. და მგონია რომ ამას კი ზუსტად ეგ უნდა, ეგეთი ტიპია. ან მას ვიმაჭამე მაცოცხლე, მატყნაური, მაგრამ ეგ მომკლებული ექნება და ჭამაში წავა, იმიტომ ჭამა ძალიან უყვარს. და იქნება მსუქანი კატა და მსუქანი კატები ლამაზი კატები არიან. რა ვქნა? მაბატიე ძვირფასო. ესმის. ემერ მამო, სად უნდა გაუშვას ამ ყინვებში, თქვენაირები უშვებენ ზუსტად ცხოველებს, გაძვალტყავებული ძაღლები როა ყველგანო. თამარ არ არის სიმართლე კასტრაციის შემდეგ აღარ მონიშნავს არაფერს, მე მყავდა ზუსტად ეგრე და შეწყვეტა მონიშნა ტერის. ვაიმე, მადლობა, შენ გაიხარე ძვირფასო, შენ გაიხარე რა. ეგრო თქვი დამშვიდი. ვეჩხუბები როცა ნიშნავს, ვეუბნები რომ აქ არ შეიძლება, რომ დედა ბრაზობს, რომ აღარ მოგიფერები. ჰაი, ჰუი, რა ვიცი. მგონია რომ ყველაფერი ესმით. მე ესე მგონია რომ ყველაფერი ესმით. და იცი რომ გაუბრაზდები ვეჭვი აუხსნი, ჰაი, ყირი ვარ, წკივი ვარ, აღარ ვეფერები, ჩემთან არ უშვებ რაღაცა. მგონია რომ ესმის, იმიტომ მე რაღაც თუ აღარ შვება. მე ისე ვიტყვი ავიწყდი. მისი ინსტინქტები უფრო აიღებს ხოლმე ვერხს, ასე ვთქვათ. ციცი ნიშნობას გილოთა ჩემო ლამაზო ფეხბედნიერი ყოფილიყოს ღვთისგან დაუცველი შენი ოჯახი ამ წელს მიყვარხარ. მადლობა ჩემო ძვირფასო ლელო, ნინი ბედნიერი წელი გქონოდეს, მადლობა.
ინგა ჩემი რასაც მოგიდებ ყველაფერი როგორ სუპერი გამოგდისო. ვაიმე მადლობა ჩემო უტკბესო გოგო. დავკითხე ყველა კომენტარი ტკბილებო. ხოდა ეხა აქ მაგიდას გადამოვალაგებ და ახალ გადასაფარებას იქ ვაგზალზე რა ვიყავით იქ ვიყიდე და გადავაფარებთ. ოღონდ იქ იქნება შემდეგ ვიდეოში. გაკოცეთ. და შემომარტყით ერთი რომ რამდენიმე ვიდეო რომ აქ ის როგორღაც დავამონტაჟო და დავდო. თავი მткиვა. ესე იგი, არ ვიცი, კოდებს ვკითხე ის ხო არ მაქვს მეთქი რა ქვია? რაღაც ახალი ვირუსი ჰონკონგის. ესე იგი, ესენი მткиვა. ესენი მაქვს დამძიმებული, ეს მткиვა. დილას ვაფშე რო ვიღვიძებ საერთოდ ცხვირში ჰაერი არ შედის საერთოდ. მეძინება, ჭამა მინდა, ცუდ ხასიათზე, ანუ ეგ ციკლმაც იცი. და კიდე რომ ვაქტიურობ, ანუ ფიზიკურად რომ დავდივარ, ჩემს 10,000 ნაბიჯს, რაღაცნაირად ცივი ოფლი კი არ მასხავს. ცივი ჟუანტელი მივლის. ხო და გაციებული ხარ, მითხრა კოდი. გაციებავი. ხო, გუშინ სერიალი აღმოვაჩინე. ახალი 4-ს უყურე, 8 სერიას. საღამოს უნდა ჩავთო, თორე ეხლა რო ჩავთო, всё გადავარდები. ყველაფერი მისი ბრალია, ასე ქვია. TikTok-ზე ვნახე ეს ნაწყვეტი, რომ დედა მიდის ვიღაც ქალთან, ჩემი შვილის წასაყვანი მოვედიო. ის ქალი ეუბნება, რომ აქ არანაირი ბავშვი არ არის. ეს დედა ეუბნება, რომ კლასელის დედამ გამოიყარა ჩემი შვილი და მომწერა, რომ ამის სამარძე უნდა ყოფილიყვნენ და ირკვევა, რომ ამ კლასელის დედას ეს ბავშვი არ გამოუყვანია და სად არის ეს ბავშვი და ირკვევა ეს ბავშვი ვაფშე დაიკარგა. 5 წლის ბავშვი და ჩემს ხო ძალიან სენსიტიურია ეხლა ევაც 5 წლისა და ძალიან ემოციებზე უყურებ რა, ძალიან. და მე კიდე იცი რა არის ნაჩვენები, რომ აი როცა სიმდიდრეა. ეჭვმიტანილები უახლოესი ადამიანები არიან და რასაშინელება აღმერთო რასაშინელება. კატასტროფა. მოკლედ, ტკბილებო, ძალიან გთხოვთ, დალაიქეთ ვიდეო. იმიტომ რომ თუ აქამდე უყურეთ, ესე იგი გიყვარვართ. და თუ გიყვარვართ, ჩემი ნახვები აბსოლუტურად ნულზეა დასული და შემოსავალით. ამიტომ ძალიან გთხოვთ, დალაიქეთ ვიდეო. დამიკომენტარეთ. უყურეთ ბოლომდე უკვე უყურეთ და მადლობა ვინც უკვე უყურეთ. ძალიან მიყვარხართ. და ვისაც სურვილი გაქვთ, ვისაც რაიმე სარგებელი ჩემგან ოდესმე გქონიათ და გინდათ რომ დამეხმაროთ, დონაციისთვის დავტოვებ ჩემს პირად ნომერს აღწერაში. მიყვარხართ, ეს არ არის მოთხოვნა, ეს არ არის იძულება, თუ არ გაქვს საშუალება თავი არ იქცნო, ცუდად რომ ვერ დამეხმარები სიტყვაზე, იმიტომ რომ დახმარებაა ძალიან დიდი ლაიქი, კომენტარი. ვისაც რა საშუალება აქვს, იმით შეუძლია დამეხმაროს და ეს ჩემთვის ძალიან დიდი რაღაცა არის. ამიტომ ყველამ რომ ის გააკეთოს, ვისაც რა შეუძლია, ფიქრობ რომ ჩემთან კი არა ზოგადად აშენდება სამყარო. ანუ ქვეყნიერება, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მიყვარხართ. გოცნით და კარგი დღე.